დე რა ხდება? გაფუჭდა მაცივარი. რა დაემართა? ვიცი, დილიდან დამხვდა ესე გამბორთული. არაფერი მოქვს შენთან სალაპარაკო. სალი! უთხარი ჩემს. რა უთხრა? ორსულად რა. მერე? სახელი და გვარი მითხარით თქვენ. ჩეკონა ყიფიანი. არ წერია აქ თქვენი გვარი. და ვინ ჩაგწერათ? ვიკა. მე ვიკა მართლა არ მოსულა ძმას ფიცა. არ მინდა შენ დაფიცებები, მოიცა რა. ეგ იცი ბრალია, რასაც გეუბნებიან, არ ითვალისწინე. გატყუებ აბა? აბა ის მატყუებს. ეს სადოს რა? ძალიან უნდა. საყურებლად წავიყვანოთ? წესიერი ველოსიპედი არ ყავს. გამოვართოს მე ცოტნეს. ეგ ვაფშე რა პუნქტი. ამოდი ლეილა არ დაგინახოს ესა და სულ გააგიჟებ იმკაც ადექი რა. არ არის ჩემი უსავალო. მეზობელთან არის გასული და შემოვა ეხა ადექი. გოდედი რატო ასე ადრე? ლექცია მაქვს. გეთქვა და გაგაღვიძებ. შენ ოღონდ გამაღვიძე. შენთვის ვამბობ. შიარა გეხვეწები. როდის იყო ახლა შენ დილიჭამდე? აუ დავლიე გუშინ ცოტა დავახმელიაზეო. ამეწმიანი არ გვაქვს. აი მე მოგიკვდა ჩემი თავი გაფუჭდა ეს ოხერი მაცივარი და ყველაფერი ჯანიკაშვილებთანმა გატანილი. ჩაი რო დაგისხა? პური და ჯემი კი გვაქვს. აი რა ჩაი და ჯემი გავი. აბა რა ვქნა დედა? ცოდნოდა რომ ასე ადრე ადგებოდი რაღაცას მოვიფიქრებდი. თუ გამოვართოთ ამ ჯანიკაშვილებს თუ აღარ გვაძლევ. რა ვიცი ეძინება თუ ხერხულია. ახალ ცხოვრებას იწყებ შენ? ლექცია. ისე ლიზიკო ხომ იყავს სკოლაში და რანაირად ეძინებათ. უი ხო მართლა. მე რო არ ყავდეთ პროსტა რა გეშველებოდათ. აბა კარგი გავრეცხავ ახლა მე უცებ ჭურჭელს და გავალ და გამოგიტან საჭმელი. მიდის ხო? ხა უნივერსიტეტში მივდივარ. ოი, ჩაიდან დაგიგავს. ყავას დავლე? კი. ადუხდება და დაგისხავ. გათიშოს მეძინა მთელი ღამე. ხო გუშინდელი ჭუბის მერე? რა თქვი? არაფერი გუშინდელი ჭუბის მერე ალბათ დაიცალა ემოციებისგან და კარგად გეძინა. როგორ მელაპარაკები?
ჩვეულებრივად. რაღაც ტონი რო არ მოვწონს შენი. და პატრული რამ გამოგაწახებინა? არ მიდიოდა და აბა რამ ექნა? რატომ უნდა წასულიყო სალაპარაკოდ მოვიდა? რას ნიშნავს რატო უნდა წასულიყო? მართალია რა. თავისი სახლია და აქვს აქ მოსვლის უფლება. თან მით უმეტეს შერიგება უნდა და შენ კიდე პატრული გამოიძახე. არ ვიცი ხლა პატრულის გამოძახება ნამდვილად ზედმეტი იყო, მაგრამ ავღელდი და ვერ მოვთოკეთავი. მაგრამ აი სალაპარაკო ნამდვილად არაფერი არ მაქვს. და რა იცი რისი თქმა უნდა და რა უნდა ეთქვას არ? რა ტყუილია? თუ აღარ იზამს? რა უნდა ეთქვა, შულო ამიხსენ. ბოდიშის მოხდა უნდა და ეგრეც რო იყოს არ მე მაგასთან ცხოვრება არ შემიძლია. მთელი ცხოვრება მატყუებდა. და ასეთ რაღაცაზე თვალი როგორ უნდა დავხვიჭო არ ვიცი. კახეს კი არ ვამართლებ, უბრალოდ უნდა დაელაპარაკო, მოусმინა მაინც. შენ იცი რომ მე ძალიან ბევრი რამის პატეება შემიძლია. აი ღალატის პატეება კი არ შემიძლია სალომე. ხოლმე მაშინ ნუაპატიებ და ვიცხოვროთ ესე. ის მოვა, შენ ისტერიკებს მოაწყობ, მე პატრულს გამოვიძახებთ, მე გავაუქმებთ და ასე შემდეგ. მე მადანაშაულე? ხა მე გამოვდივარ დამნაშავე. ხო და მაშინ მოусმინე და დაელაპარაკე. სალომე. არაფერი არ მაქვს ალაპარაკო და რა დაველაპარაკო ამიხსენე. ეხლა თქვენ არ შევერდეთ, იცი რა მოხდება? შენი ცხოვრები ცალკე, ისი ცხოვრობს ცალკე, მე ნახევარ დროს შენთან გავატარებ, ნახევარ დროს იმასთან. მე ძალიან დავიღნები ამ ყოველფრით და გადავალ ცალკე საცხოვრებლად. ცალკე რატო უნდა გადახვიდე? იმიტომ რომ ესე ცხოვრებას მირჩევნია, რომ წყნარად ვიყო ცალკე. შენ ცალკე ცხოვრება გინდოდეს, მე ნუმაბრალებ. აქ რო ვარ რაში გიშლი ხელს? არა, არ მიშლი. მაგრამ დრო რო გავახო დაიწყებ ვიღაცასთან შეხვედრას და ხომ მოიყვან ვიღაცა კაცს. მე კიდე არ მინდა რომ ჩემს სახლში უცხო კაცი ცხოვრობდეს და ისიც არ მინდა რომ კახესთან უცხო ქალი ცხოვრობდეს. და ბოლოს მაინც ისე მოხდება რომ მე გადავალ ცალკე და შენ მაინც ინერვიულებ. არ იქნება ეგრე. რა იცი, კახა რო გიღალატებ და იცოდი? ხოდა ხა გადაწყვეტე როგორ ფიჩერია. მოდი აქ ხავა მაინც დალიო. არ მინდა. რეგიმრელია. კაი გოგო მართლა კი არა ვიხუმრე. ამაზე გემრიელი მეც იქნება. ნეტა თავს რატო იტანჯავ რა? მისვინეთ თინას ველაპარაკე და გელოდება. ნუ გაქვს ეგეთი სახე რა. აუ ეს რა არის რაღაც უცხოდ გამოიყურება. ხო, უცხო და უგემურად. მოკლედ მიხვალ თალიკოს დაავადებას დაიბრალებ და ეგ არა. აუ, ოღონდ ხა არიწი რომ ძალიან გთხოვ რა. წავედი მე პაციენტები მელოდებიან. დროზე ჭამე და შედი თინასთან. ნერვს მიშლი რა. ალო. სალიკო, როგორ ხარ მამი? კარგად. რა მოხდა? გუშინ მოვიდა პატრული. არა, გავაუქმეთ, ნათი ელაპარაკა და გავაუქმა. როგორ არის ხა დათმარდა? ხარავი არ იმჩნევს, არა და ეთყობა რომ ნერვიულობს. მალე მიდი ხარ? ხო, რა იყო? არა, არაფერი გეჭამა რამე და ისე წასულიყავი. აუ, არ მინდა რა კაფეში შევჭამ. ვის ელაპარაკებოდი? თაკოს დედა. ხო, კაი. ისე არ წახვიდე შემომიარე სამზარეულოში. კაი. ხო. ნათია იყო, ხო? ხო, მიხვდა რომ შენ გელაპარაკებოდი. ეგ არაფერი. მისმენე შენ დაელაპარაკე? რაზე? რაზეც გთხოვე? კი, მაგრამ ძალიან ცუდ ხასიათზე იყო. მე რა თქვა? არაფერი, ნუ ესე პირდაპირ არ მithქვია შეურიგდი თქო, მაგრამ ისე ველაპარაკე რომ მიხვდა მე მგონი. მე? ნუ არ ვიცი რა გითხრა კახა. არაფერი არ თქვა? არაფერი არ თქვია, მაგრამ მე მგონი დაფიქრდა. ძალიან კარგი. ამიგო, კიდე უნდა დაელაპარაკო, ხო იცი?
ხო, ვეცდები. შენ ახლა უნივერსიტეტში მიდიხარ. ხო, და წავედი, ახლა მეგვიენდება. კაი, მანგო, კარგად იყავ. კაი. შეეში მაგას და მომხედე ერთი. ეგ რა არის დათომ ხომ მოგიტანა ელექტრო. გავიზომე იმით უკვე. მერე კაი ძნებას მიჩვენებს. არა და მისკდება თავი. გადაამოწმე ერთი ამით რა. საღამოს ქეთი უნდა შემოვიყვანო, მე რაღაც მჭირს აშკარად. გაიკეთე. წამალი დალია? დამავიწყდა დილით. წამალი თუ არ დაგილევია ქეთი რას გეშველის ლეილა. ის სად ბრძანდება? რიზიკო წაიყვანა სკოლაში და მერე საქმეები აქვს. მაგას თუ რაღაც საქმეები აქვს. ასი გაქვს 70. პურებს ესეც. ორივე ერთ და იგივეს თუ აჩვენებს როგორ ურავს. წამალი უნდა დალია. დავლევ ხო, დავლევ. დედა. რა? იმ ამბავზე ხო არაფერი მოგიფიქრებია. აი მე მაკა, ნუ გადამიყვან ჭკუიდან ისე და ცუდად ავარ ახლა. კაი. ნაშვებ ლელა როგორ შემოდი ნანა, რა ვიცი გამისკდა თავი. მეკემ ხობებს მოვაკითხე. რა ჭირი ეტაკა იმ თქვენ მაცი? რა ვიცი ჯანდაბა გაფუჭდა უცებ. გამარჯობა მაკაგენებს. ნანა, კარგი ხელოსნის ნომერი მაქვს და მოგცემ თუ გინდა. ხელოსანი კი ფული თქვი. მოიცა კაცო ერთი, დაურეკავ მე და იაფად გაგიკეთებს. კარგი, მაგამ ბავზე მერე შემოგირბან ვაკოს წვნიანი უნდა და ამას გავუტ. დედა რა არის ეს? მეკა ამჟავებულა. როდის გააკეთე? გუშინ წინ გავაკეთე საღამოს. მე ნანა, გუშინ წინ თუ გააკეთე საღამოს ამჟამდებოდა, აბა რა იქნება? აი, კაი, წავედი, რა ვაჭამო ახლა იმ ბავშვს არ ვიცი. რა ვიცი, გაგატან რამეს თუ გინდა. არა, იყოს. მერე შემოგირბენ მაგ ნომერზე. სასტრაფოდ არის ჯაბახანა გასაკეთებელი. კარგი ნანა, მაპატიე ვეღარ გაცილებ. იყავი. გაგატან თორე მაქვს რამე გასატანებელი. უებესესა. მოგზანდით. გამარჯობა ქაბატონო თინა. გამარჯობა. მე ბაია ვარ. ლიამ დაგირეკათ ჩემზე. ხო, შემოდით. დაბრძანეთ. მაჩვენით რა წამებიან. აი ესე რა. მერტუჭა გაამბავია. არა. კარგი, დაჭეკინე. თუ გინდათ მე გავალ და მე შემოვალ. არა, რა პრობლემაა, ახლავე გამოგიწევთ. თქვენ ჩვენი დაზღვევა გაქვთ, ხო? კი, მაქვს. მაშინ ცირა, მე გამოვწერ ჩვეულებრივად, მიხვალ და ამ ქვითრებით და აგინას გავურებენ, ხო? ძალიან დიდი მადლობა. არაფრის შემოკარგო. ვის მადლობა. გინე. მადლობა. არაფრის. ნახვამდის. ხო, დღეს უნდა უთხრან ხო საფრანგეთზე? ხო, დღეს ააკრება. აუ როგორ გავერთოვით? ძალიან. იცი პარიზშიც არის დისნეილენდი. ხო, წაგვიყვანენ? წაგვიყვანენ. ხო იციან რომ არის და. აუ მან დიცი რა მინდა? რა? აი საშიში ატრაქციონი როა, მაგაზე დაშტომა. მე რა გეშინია? ცოტა მაგრამ ნამდვილი ხო არის სათამაშოებით არის გაკეთებული. აუ თხოვოთ რა, მან შეგვიშვან. თავს ჯგუფს უთხრათ და ყველა ერთად რო ვთხოვთ შეგვიშვებენ. რეზიკო მშიშარა და არ თხოვს. რეზიკოს არ ვთხოვთ. კარგი, რეზიკოს გადაყვალო თხოვოთ და მაშინ შეგვიშვებენ. დღევანდელი თემა, რაზეც უნდა გესაუბროთ, განსაკუთრებით საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს საკითხები ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად გვხვდება.
ეს მხოლოდ მენეჯმენტის კუთხით არ არის მნიშვნელოვანი და მისი განხორციელება გვიხდება როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ საკითხებში. დელეგირების პრობლემა როგორც მენეჯმენტის შეჩემა გამოცდა ლექცია. განსაკუთრებით აქტუალურია ოფერტისათვის. იკა გათიშე ტელეფონი და დატოვე აუდიტორია. რატო? მეგონი ძალიან კარგად დაგანახე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ტელეფონების, ჩართული ტელეფონების მიმართ, მაგრამ როგორც ვხედავ, შენ ამას არ ითვალისწინებ. ხო, მაგრამ რატის ურეკავდი? გონია რომ არ გვაქვს ლექცია და ძალიან არ მიყვარს ამ ტონით ლაპარაკი და უბრალოდ დატოვე აუდიტორია. კარგი. просто რომ იცოდეთ თქვენ საქმეს ვაკეთებდი. რატის მე დავუწერ არას და ამით გაკეთდება ჩემი საქმე. ხო, არებით თუ აპირებს თაობების აღზრდას მაგარია. დროს მაკარბინებ. ბოდიში, გავდივარ. სამიხარ. გამომიშვა. რატო? ამ ტელეფონის პონჩი რატის ურეკავდი? დასაწერე. აუ, ზამშია ჩავა კაფეში. აი, მინიმუმ ზამშია და რომელშია ჩავა. შეიძლება. მოგესალმებით. სალამი. პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ, რომ გამონახეთ დრო. ვიცი, ყველანი ძალიან დაკავებულები ხართ. მაგრამ რა ვქნათ, ჩვენი ვალია ვიზრუნოთ ჩვენი ბავშვების არს და განათლებაზე. ხო, სანამ ბავშვებზე ვისაუბრებ, მინდა ერთი ახალი კარგი ამბავი გითხრათ. მოკლედ, ეს ეხება იმ მშობლებს, ვისი ბავშვები ცეკვისტრაზე დადიან. ჩვენმა სტუდიამ მიიღო მოწვევა საფრანგეთიდან და გვინდა გაუშვათ ბავშვები საფრანგეთში, დიახ. აი ეს სასიხარულო ამბავია. მოკლედ, ვინმეს რამე შეკითხვა თუ გაქვთ, შემიძლია შეგახვედროთ ქორეოგრაფს, რა ვიცი, რამე კითხვები თუ გაქვთ, კითხეთ. და რა დაჭდება გამგზავრება? ეხლავე მოგახსენებთ ყველაფერს. გამგზავრება ჩდება $2000, სადაც შედის სასტუმრო, ბილეთი, კვება. ყველაფერი თავისთავად. რამე კითხვა კიდე ხო არა გაქვთ? ყურადღებას ბავშვებს ვინ მიაქცევს? მაიქ მნიშვნელოვანია, ესე იგი ბავშვებს გაყვება 5 კურატორი, 5-ვე გამოცდილია და საკმაოდ ხშირად დადიან საზღვარგარეთ ბავშვებთან ერთად. რამე კითხვა თუ არა გაქვთ, მე დაგირეკებთ ბუკლეტებს, რომელსაც ყველაფერი დეტალურად წერია. დიახ. აუ რა მაგარია, ბავშვები გაგიჟდებიან სიხარულით. აი. ალბათ. მოკლედ ბუკლეტებში ყველაფერი წერია. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა. ეხლა გადავიდეთ სასწავლო პროცესში. კიო, მიდიხარ? ახლა მან გინდოდა რამე? არაფერი ვითამაშებდით. ხო გეთამაშები რა. კაი ბიჭი, ა? ჰა? აურას თვალია. ველოსიპედს. ხადა უფრო ველოსიპედს. არა, ნახე, ზუსტად ესეთი მინდა. შეგაიფრო. მაგარი რამე. თან მაგარი უსაფრთხოა. თან ფარებიც არ აქვს, რომ ვინმეს დაარტყა. წერვა. კაი, წავედი. მოდით ბავშვებო, მოდით. მოდიდებო. მოდით. ცოტა ესენი. ხათამი შეგიბრაძე და ნამცხვარი გამოგიწყე, წამობებები. რა გის ბავშვს? საყვედური გითხრას? არა, და საყვედური. აბა, მამაც. რა ვიცი, მოწყენილია. რა თქვია მოწყენილია? ხო, დედა ბავშვია და მოიწინა. რა თქვია ბავშვია და მოიწინა, მაგრამ რამეს ხომ არ მიმალა? საფრანგეთში უშვებენ ბავშვებს ცეკვიდან. მე მაგიტოა მოწყენილი. ეგ ფულია დასადები. რამდენია მაინც დასადები? $2000. დედა, რას მეუბნები? ხო, ლეილა, საფრანგეთია, თურქეთი ხო არა? და ის ეკა უშვებს თავისას. უშვებს აბა არ უშვებს. მიკუდეს თავი. ბავშვს როგორ აგრძნობინე ეგ? ლეილა, მე რა ვაგრძნობინე, მიხვდა რომ არ გვაქვს ფული და მოიწინა მე. დედა, რა ვქნა რა მეშველება.
დათოს რა ქონდა საქმე აწყობილი ხო გაუშვებდეთ. დღეს მყავს ნატა ჩაწერილი და ნეტა არ მოვიდეს რა. მეორე ხელზე ეძინება თაკის სვარკი წინააღმდეგ. Привет. ნეტა როგორ ახლა? დალამაზი ხარ? ახტი? ცოტა. რა ხახასიათზე? რა ვიცი ამ კაცების გადაიყიდა. არ თქვა. არა, კაცები მაინც. ხო. დასვაკეთოთ. იცი რა შეჭრა მინდა? აბა ვიზურდიო. არა, აი რაღაცა ახალგაზრდული გოგოშკური პოდიუმი. ეშვები. რა დაგემართა იქ? აი, ასეთ შემაჭ გუფელს ველაპარაკებოდი ბარიგისთვის ხოლმე. კი გამოგიშვა და რა აზრი აქვს ბარიგასთან დაგერი. აქ წვნიანი არ ექნებათ, ხო? შენ რა გჭირს სულ როგორ გუდები? რა ვიღაც წვნიანი მინდა რა ძალიან ცუდა თუ აჩიხით, მაგრამ მე ფუ კაი რა. ფუ გოგო შეება ხმელიაზე არ ყოფილიყო. არა. რატისად არის რატო არ მოვიდა? რაღაცა გამოცდისთვის ემზადება ტოეფელი თუ მეორე რა არის? რა ვიცი. ხო ნუ რაც არის და რაღაცა. მობას გაფიცებ წამო რა რამე წვნიანი რო ავჭამო აზრი არა. თუ შემჭამდი. წამო ჰა. კაი მაშ ტუალეტში გავალ და გავიდით რა. ორსულობის დროს გოგოები ეწევიან სიგარეტს. გააჩნია გოგოს, ოგი კი. ხო, მეც ვიცი რომ ვიღაცები ეწევიან, პროსტა არ ფიქრობენ ვაფშე ბავშვს რო რამე მოუვიდეს. და რა უნდა მოვიდეს? რა ვიცი მე რამე. დღედა დაინტერესდა. მაინტერესებს რა გინდა? მოწევა ორსულობის დროს რო ცუდია ფაქტია. არა ჩემო წევას უნდა დავანებო თავი. აგაცინე. წავედით? ხო რა წამოთვი ამის გადათავი. მაგრამ ჩვენ რა ვჭამოთ? ხახვი გაუკეთო? რუსუდან. რა მომითხარი? ო, ხახვი გაუკეთო მეთქი? არა, ისე გააკეთე. შვიდობა ხო, გიორგის ამბები ხომ მოთავდა? კი, ყველაფერი იგზია ნანო. უბრალოდ ანიზემ ნერვიულობ. ეს ბიჭი კი მოიშორა, მაგრამ ეხა ველოსიპედით დაიწყო ხედიალი. თვითონ სანერვიულო მე ხო არ მელევა რა. წვენი დაგისხა? აუ ხო რა. ჭკვიანი გოგოანი. ჭკვიანი კია თუ გამოიყენა ეგ ჭკუა. გამოიყენებს თან ეხა გოგასთან ერთად. ხო, ეხა ეგ მომანატრებს თავს. ერთის მხრივ კარგიცაა, იცი? დამოუკიდებლობას მიიჩვევა და დასერიოზულდება კიდეც. კოკა მიცი რა მითხრა? ხო. აქ ყველა ველოსიპედით დადის და ძალიანაც კაი თუ ისწავლისო. თურმე პარლამენტარებით ველოსიპედით დადიან. რას მელაპარაკები? ხო, აბა. ჰანის ჩეპე კაი გოგოა. მე საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც ნერვიული. გიორგის გამო ყურადღება მივაკელი. იცი რა მოვიფიქრე? რამით ხო არ გავახარო? სადმე გაუშვა? ან რამე ვაჩუქო? რა სიტყვა? მშვენიერი აზრი. მეც ასე ვფიქრობ. მოვიფიქრებ რა ეს. სალი შენ ხარ? მე ვარ, სალია. გაგინდა ხარ რომ კარგი ამეჭოდინო? გეხოწები დატოვე გასახებ და წადიდა. ძალიან ხო გუშინდელებით უნდა ეწევ რა ძალიან თუ მომისმინე სხვა არ საფრთხო არა? გუშინაც გითხარი და დღესაც გიმეორებ. რომ სალაპარაკო შენთან არაფერი არ მაქვს საერთოდ. მომისმინე რა ძალიან თუ მოვედი ბოდიშის მოსახდელად.
მაპატიო, შევწდი, დამნაშავე ვარ. მე არ მინდა არაფრის მოსმენა, არ გისმენ. ერთხელ მოხდა ეს, გაიგე? ერთხელ მოხდა და მორჩა. არ გამაცინო რა. ამდენი ტყუილის დაგვიანების და სახში არ მოსვლის მერე გინდა დამაჯერო რომ ერთხელ მოხდა, ხო? არა რა. და ეხა მოდი ხარ, მატყუებ რა. სიმართლეს გეუბნები ნათია, არ ვიტყუები. ერთი სიტყვისაც არ მიჯერე შენ. ისე მოდი ხარ სალაპარაკოდ. ისე ტყუილს მეუბნები. უნამუსო კაცი ხარ რა. ბოდიში. კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, სხვა რა გავაკეთო. მე არაფერი, კახა, არაფერი არ უნდა გააკეთო. მართლა ძალიან მინდა რომ მაპატიო. როგორ უნდა გაპატიო? ამდენი წელი ტყულში მაცხოვრე და ეხლა გინდა რომ ერთი ხელის მოსმით გაპატიო, ხო? ძალიან გთხოვ წადი დატოვე გასაღებ და გადირა. შევწდი. რა ვქნა, შევწდი. ეხლა გუშინელი გავიმეოროთ. დატოვე ადამიანო გასაღები და წადი ამ სახლიდან. კარგად აფიქრი რა ძალიან გქონდა. საკუთარ თავზეც, ჩემზეც, სალიძეს და საერთოდ ოჯახზე. მოსული არ დაგინახო. ოჯახზეც. ცირა კარგი ქენი ძალიან რო არ შემიმოკლე ყოჩა. არა, მოკლეც მოგიხდება, მაგრამ ძალიან გაითმაგაგ და რატომ უნდა შეიჭრა? ცირა ვიცი, მაგრამ რა რო არ შემიცვალა გავგიშდა. გამარჯობა გოგო ხარ? გამარჯობა. შევხარჯო. მადლობა, კარგად. გამციეთ, ხო? აი, აქ მომ ყველაფერი ჩამოვიდი. სხვათა შორის ახალი ხელის კრემი მაქვს, ხო არ ნახავს? აი, ჯერ გადავხედოთ ცებს და მე ამოვარჩე. იქ აგენაცვალე მეჩქარება და მოდი რა ჯერ ხელის კრემი ვნახოთ. მართლა მოიცდის სიები. Короче, надо я магазин замаскаши. Разве амбоб? Разве это ყველა დრო ვიჯიქსავში იმას. გეხვეწები. ახლა მომიყევი ყველაფერი როგორ იყოს ზუსტად. ისე ნამზორი ტაქსისტი გადავიკეთე. ტაქსისტმა გაგაბრაზა? ტაქსისტი არა და იყო წურბელა იყო. წურბელა. კაი, ახლა რა გიქნა ესეთი? სამჯერ მივეცი ფული. მერე? მე სანამ თავი არ მოწემინა არ მომიშვა. მოიცე მე? რა გამომახლევა ისეთ რაღაცები. არ გირა. შენება გაიგეს? გაიგეს და ისტერიკები ამიტეხეს. ორივემ გაიგო? მამჩემ რა მითხრა იცი? რა? ტოვირთი ხა. აი. კაი, არ ინერვიულ ხო? არ ინერვიულ, ამის გამო ვიჯექი ამდენი ხანი სახლში. თან იმ დედა მოსწავლდებოდი, როდის მიჩივლებდა თუ არ მიჩივლებდა. კიდევ ამის განსხვავებას. კაია. ეხლა მამაშის მოიწონებოდა ეგ ყველაფერი, როგორ ფიქრობ შენ? ჩემს? ხო. ჩემი რო იყოს. კიდევ ხო. ვიცი რა? მამაშენი არ არის? ჩემს ხმამა. მართლა? ეგ შენ არ მithქონ საკამდე? არა, არ ვიცოდი. ნერვიულა? არ განიცდი. ჩემი ბუზღუნა. იყო შემრეზიანები. მე მარტა შენ მომწამხარ. მართლა? ვიცი, ვინგანი ვარ? კარგი, არ დაიწყო ხო შენ ვიცი. არაფერი არ დავიწყო. ნუ? ყავა გაგიცინდებათ ბატონო. რა მეშველება მაგას?
ისე კაი ძველი მაცივარი კი გაქვთ ქალბატონო. ო, მაგრამ ისე კარგად მუშაობდა, არ მეგონა როდესმე თუ გაფუჭდება. სრო გოდნასზე ქალბატონო. ხო, რა თქმა უნდა. სხვათა შორის ამის ნაწილები ძალიან ძვირია რა. ძვირი რა ღირს? ილიოვაზე მყავს ახლა მე ბიჭები და 200 ლარად მიშოვი რა. 200-ად? ხო გითხართ, ესენი აღარ იშლება ქალბატონო. სხვათა შორის ჩემი ხელობის 50 ლარის გაითვალისწინეთ რა. ხო. გასაგებია რა თქმა უნდა. სალი ან პასუხს ვიჭველის. ამოსული იყო რა დროს ძილია და ვერთმე. ამენ ჩენი ჩიხით მითაც მაგრა გავერთე. ფოტოებს ჩაუგდებ ეხა ვაიბერში. აქჭირსე? აუ რაღაცა ვერ ვარ რა. რატო? ავი მუცელი მტკივარ შოგა მაქვს თუ რა. ბიჭო, ვარ მოიცამლე. არ ვიცი მოიცა ერთავს. კეთი, ისმინე რაც მუცელი მტკივა ძალიან და რა დავლიო? არ ვიცი რა ჩიხირთ მავჭამე თუ რაღაცა. მარტო ეგ? კაი, მადლობა. ო? მინერალური დალია. აა. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ გამომიწევთ? დიახ, მოგზადეთ. რომ მოვზანდე. ისევე სარ უნდა გავაკეთო. რა შევს? გამოსვლამი და საკეტის. რატო გაფუჭებულია? არა, გაფუჭებული არ არის, მაგრამ ახალი მინდა რომ დავაყენოთ. არა, ეგრევე მივხვდი რომ გაფუჭებული არ იყო. როგორი საკეტი? რავი, ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი ეს არის არ მოგწონს და. რა ვიცი, იყოს ისევ ესეთივე, ოღონდ ნუ სხვა გასაღებით რო იღებოდეს. კი ბატონო. ყავას ხო არ დალევთ ან წყალი ან ჩაი ხო? აი, წყალს დავლე. ყავა მე რო გავაკეთე. კარგი. აი, მოგეთ. წყლის ზალა მოგცეს ღმერთმა. ისეთ საკეთს დავაყენე, რომ ვერავინ ვერ გახსნას. არა, შენ გახსნა. ერთი კლიენტი მყავდა რა. დამირეკა საკეთის შემასვლევინა, სულ ახალი საკეთი. ერთ კვირაში კიდე დამირეკა. მივედი ისევ შეუცო. მესამე დრო დამირეკა მივედი და ვეუბნები, კაცო. რატო ცვლი ამ საკეთებს? იცინას მეუბნება, მაწუხებენო. შედალოცილო თუ გაწუხებენ რაღაც აძლევ ამ გასაღებებს. და თუ აძლევ კიდე მე რაღაც მაწუხებ. შენ ხო არავინ გაწუხებს? არა, მე არ მაწუხებ. შენ ისეთი ქმარი გეყოლება ვის შეაწუხებინებ შენ თავს. ესე შენ მაქმარება ხო იცი საკეთს როც. არა, მე ვინმე არ მომადგეს რა ვიცი ხა ქმარი საყვარელი მქონია რა ეგეთ შემთხვევებში. არ გიქნებათ არანაირი პრობლემა, უბრალოდ გამოვცვალოთ საკეტი. მალე დაამთავრებთ, ხო? 20 წუთში. გამარჯობა. გამარჯობა გენაცამი. შენი გოგოა? დიახ. რა ხდება? საკეთს ვაცვლებინებ. ხო და რატო? იმიტომ რომ კახა არ მოვიდეს. დღესაც იყო მოსული და გასაღებიც არ დატოვა. ო, კაი რა დედა. ნუ რა კაი. აბა სულ იმის მოლოდინში ვიყო, როდის შემოაღებს კარებს?
ხალბატონო. დიახ. წერა ყავას რომ მითხარით. დავლება რა. კი ბატონო. იქეთი წვრილი ფული არ მქონია და ეს. ვაი, მოიცა დამიჭირე ვნახავ თუ მაგ. არა, არ გინდა შენ მაგაზე არ ინერვიულო, მაინც ხომ და მოხვიდე. ეს წინასწარ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს როდის მოხდა. კარგი. დიდი მადლობა. კარგი დროებით. დროებით, შემდეგ კვირამდე. ხოლიკა. ჯერ ერთი ეს ამბავი ისედაც გასყიდებოდა. საიდან? სალიმ საიდანაც გაიგო. დათოს წინავს რა ხდება? დათო, ეხა რა ხდება? გული გაგწუდა? ხალფას ჩამერიცხა. კი, ვიცი. გონ რაღაც შეცდომა. შეცდომა? აუ ხო, იმედია ჩავაბარე. ჩააბარე, ფაბარა, იცი როგორ გაგისტორდება შენ ამერიკა, აი თან თავისუფლად იგრძნობ თავს. თავისუფლება არ მაწყინდა. ვერ არის, როდიდან ტეხავს ბაბუის სიკვდილში. არა ბიჭო, იქნება არ უნდა რომ ჩახვიდე იქ და ნახო ოჯახი, ან რა ვიცი მე, აა. ო, ეგეც არის.